მადლობა მინდა გითხრათ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მოგეხსენებათ პროტესტი მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში, მაგრამ ამ პროტესტს აქვს სამი განსაკუთრებული წერტილი. ეს არის დედაქალაქი ბუნებრივია თბილისი, სადაც არჩევდება ეს პროცესი მიმდინარეობს და აქვს სხვადასხვა და განსაკუთრებული გამორჩეული ფორმები, ახალგაზრდა ფიქრობის და ხმის პროტესტის ახალგაზრდობებს, მაგრამ ამავე დროს არჩევდება რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჩემი მშობლიური ქალაქი ბათუმი, რომელიც გამოიკრეთა როგორც პროტესტე ქალაქი თბილისთან ერთად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ ეს ცეცხლი რომელიც არის იმ ცეცხლის ნაწილი, რომ ოლიგარქიას ეკუთვნის ჩვენგან, ეს ცეცხლი ანთია ზუგდიდში. უბრალო ამბავი არ მგონია, იმიტომ რომ ზუგდიდი არ არის ჩვენი ერთ-ერთი ქალაქი, ზუგდიდი ჩვენი გადამწყვეტი ქალაქია ბევრი მნიშვნელობის გამო. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მრავალსახოვანი ხალხი ვართ, ჩვენ ბოლოს და ბოლოს მრავალეროვანი ერთი ხალხი ვართ, მრავალენოვანი ერთი ხალხი ვართ. ბევრი რამის გამო არის მნიშვნელოვანი ჩვენი პროტესტი. ჩვენ გვეამაყება, რომ ზუგდიდი ასეთ მდგომარეობაში არის. რამდენი კაცი იქნება აქ გვინახავს ჩვენ ათასობით ადამიანის, გვინახავს ასობით ადამიანის, მაგრამ თავარი არის, რომ ეს პროტესტი მიმდინარეობს, ის არ გაჩერდება. ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან, თუმცა ყველამ კარგად იცით, რომ არ ატყავს იოლი მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ჭარბობითა და იოლა დავახასიათოთ, ციგნებზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს და აი ციგნებთან ცოტა მოიკოჩლებენ ჩვენი მეტოქეები სამაგიეროდ, ადასარევად იციან ტაქტიკის საკითხები, რუსეთის წელი ოფიცრობა აქვს და ყველაფერს სწავლობენ. აღარ წვენიათ არაფრის. ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ჯერა რომ რუსები ვაჟკაცურად ეომებოდნენ ფაშისტს და ახლა ვაჟკაცურად ეომებიან უკრაინას. ეს სიტყვები ითქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რის გამოც იგი თავის დროზე, თავის ადგილს მოიპოვებს იქ, სადაც მეც ყოფილა ეგრეთ წოდებულ ნარებზე. იმიტომ რომ ეს სამშობლოს ღალატის განსაკუთრებული ფორმა, საჯაროდ დადასტურებული, ის ჩვენს ოკუპანტს თურმე გულშემატკივრობს და თურმე ამისი თქმაც შეუძლია და თურმე ამისი არწმენია. ეს უბრალო ამბავი არ არის და მოგეხსენებათ, ამას ყველაფერს თავისი გაგრძელება ექნება. ეხლა მინდა იმ ორ წიგნზე გითხრათ, რომლითაც მე მინდა წარმოვიდგინოთ თქვენს წინაშე. მე ბედნიერი კაცი ვარ, იმიტომ რომ პირველად არ ვარ სიტყვით ამ მისიით. მქონია აქ წიგნები წარმომიდგენია და კარგად წავიდა ის წიგნები მერე, ესე იგი ზუგდიდს შესანიშნავი ფეხი აქვს, ასე ვთქვათ. და მე თვითონ ეს გადასარევი ფეხი მაქვს, იცოდეთ თუ გასათხოვარია, ვინმე ყველა თხოვდება. მე რო ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივედი, 800 ხალი მყავდა და უბრალოდ გაუთხოვარი იყო, მაგრამ იკითხეთ ჩემი 6 წლიანი მოღვაწეობის მერე რა არ მოხდა ეს. ამ თორსა ესე კარგი პრობლემაა. ორი წიგნი მაქვს წარმოდგენილი. პირველს და ჩვენები. მოგეხსენებათ, ჩვენ როგორი უცნაური ხალხი ვართ. ახლა მე ვარ ძველი კოლხეთის მიწაზე, თქვენ იცით რა არის ეს, რაც წარმოადგენდა კოლხეთი იმ დროს, როდესაც საბერძნეთი განაწევრებული იყო პატარ-პატარა ქალაქ სახელმწიფოებად, კოლხეთი იყო იმასთან შედარებით უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს მთლიანად და ცოტა იქითაც მიყავით აბაზებისგან გადასული, მოიცავდა ბუნებრივია იმ ტერიტორიას, სადაც ახლა ვართ, ანუ დღევანდელ სამეგრელოსაც, მთელს იმერეთს და ოდნავ გადასული იყო ლიხსიქითაც კი. რაც შეეხება სამხრეთს, აქ სამხრეთზე ძალიან სერიოზულად ტრაპიზონი და სხვა ტერიტორიები მთლიანად შემოდიოდა, ასე რომ ძალიან სერიოზული ტერიტორიიდან ვიყავით წარმოდგენილი იმ მითოში, რომელიც არის ერთადერთი საინტერესო მითოსი მსოფლიოში. თქვენ იცით, რომ ყველა ხალხს აქვს რაღაცა მითი, მაგრამ არავინ არასოდეს არ შეისწავლა სხვა ხალხების მითები, მათ შორის შუამდინარეთის მითებიც კი არ აღმოჩნდა ისეთი საინტერესო, როგორც არის ბერძნული მითოსი. ეს მოხდა იმიტომ, რომ
ყველა სხვა მითოსი სავსე იყო მაგიით და მაშინ როდესაც ბერძნულ მითოში მაგია არ არის. ამას წინათ ერთი სახელმწიფოს თავს მიდით და მალე გამოვა სხვათა შორის სწორედ ინტელექტი გამოსცემს ეს არის ჰამილტონის მითოლოგია უზარმაზარ დიდი წიგნია საინტერესო წიგნი იქნება ჩვენი სილამდებისთვის ქართულ ენაზე და იქ ნათქვამია რომ სულ მაგია ბერძნულ მითოში არის ორი ადამიანი ერთს ქვია მედეა მეორეს ქვია მამიდამისი ანუ მოიხსენებათ მასზე ახლა წიგნებიც იწერება ერთმა ჩემმა ამერიკელმა სტუდენტმა დაწერა წიგნი და ერთი სიტყვით არ თქვა რომ ის ქალი რომელიც ოდისევს უყვარდა სინამდვილეში ქართველი რო იყო და არა ბერძენი საერთოდ აიეტესის ოჯახი 4 ადამიანი არის აიეტესი რომელსაც ყველა ვიცნობთ ეხლა ოფეთის მეფე მედეას მამა ამის მერე არის მისი ძმა პერსესი ლექცუდი კაცი იყო მაგან ძმა ჩამოაგდო ტახტიდან მაგრამ არაუშავს მედეამ მოუსწრო და სწრაფად მოუსა გამარჯობა ჩვენ ახლა ვყოფებით სამეგრელოში ზუგდიდში სადაც უწყვეტი პროტესტის 150-ე დღე იმართება თბილისში 2 საათზე დიდუბის სადგურიდან მოქალაქეები მსვლელობით გაემართნენ და გადაკეტეს ქვეყნის მთავარი გამზირები ახლა ზუგდიდის საკრებულოსთან იმართება პროტესტი. დღეს არის მოგახსენებათ უწყვეტი პროტესტის 150 დღე, ამასთან დაკავშირებით ამ გვალთარებთან დაკავშირებით ზუგდიდში ჩამოსული არის ლევან ბერძენიშვილი, რომელიც თავის ორი წიგნის პრეზენტაციას აკეთებს. მოქალაქეები არიან შეკრებილები, იგივე მოთხოვნებით, რითიც პროტესტი გრძელდება თბილისში, ისინი თხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. ლევან ბერძენიშვილი ასევე თქვენდა პროტესტზე თავისი ორი წიგნის პრეზენტაციას გააკეთებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით, თუმცა ჩვენს რიგებში ვიღაცა აღმოჩნდებოდა ისეთი, ვინც მას დაეხმარებოდა და სულ მითოში სავსეა იმალებს მოწონს ბერძენი კაცები. ეს არის დღევანდელი გადასახედიდანაც ვუჩვენებთ, შემაწყებელი ამბავი არის, მაგრამ ასე ხდებოდა მაგალითად არიადნეს, რომელსაც დედა ქართველი ყავდა, პასიფაეს კალიფია, მოწონდა პერსევსი, მერე მოწონდა დიონისოსი, ფედრას, რომელიც ასევე ქართველი კალიფი გახდა, მოსონდა თავისივე ქმრის გერი მოსონდა პოლიტოსი და ასე შემდეგ. მოკლედ, მედეას მოეწონა იასონი. რა იყო გასაკვირი ამ იასონმა მთელი საბერძნეთი ჩამოიყვანა აქ ძალიან დიდი გმირი იყო, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩვენ ხალხს მოეწონა და ეს ისეთი ხოა არა. ჩვენი მითოსი, ის ქართული მითოსი ემახსოვრება იმას, რომ როდესაც ამარი მოეწონა, ამარის მამა არ იყო თანახმად. და შენ მოხდა ბრძოლა ამირანსა და ამარი რა და იყო აი რა თქვა ქართველმა კაცმა შეხედეთ რიფსა ხალასა მარ ურჩევნია მამასა მარი ხეს ყოფლება ასხავ მამას ვინ მისცეს მაგას ანუ მარი რა პრობლემაა პრეზენტაცია გრძელდება მეტროებით დაგამშვიდობებით თბილისში ახლა ისე გრძელდება უწყვეტი პროტესტი მოქალაქეები იწყებენ შეკრებას რუსთაველის გამზირზეც ადგილზე არიან პატიმრების მშობლებიც და თავიანთი ოჯახის წევრების გათავისუფლებას ითხოვენ ბუნებრივია ნახვამდის